საღამოშვიდობისა, პატივცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, მოგესალმებით სტუდია რუიანიდან. ტელევიზია ობიექტივი, რა თქმა უნდა, აგრძელებს მაუწყებლობას ჩვეულ რეჟიმში. მოგესალმებით მე და გეგა, ბატონ გეგა ხვედელიძე და მე ბექა კაპანაძე თაუბერი. ვიცით ძალიან კარგად თუ რაოდენ რთულ ვითარებაშია ჩვენი ქვეყანა გაუფორმებლად ვიცით ძალიან კარგად რომ ჩიხისკენ მიიწევს ეტაპობრივად და ჩქარი ნაბიჯით ასე ვთქვათ აი ის მიმართულება და ის გეზი რა გეზიც არჩეული აქვთ ძლიერებს ამას ოფლისათა და რეალურად თითქოს გამოსავალი აი ამ ეგრეთ წოდებული ჩიხური მდგომარეობიდან თითქოს ძნელად ჩანს. მე უპირველეს ყოვლისა მინდა თქვა ესეთი რამ პატივცემულებო რომ მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის ჩიხური მდგომარეობა არ არსებობს. როცა მით უმეტეს შენს მოყვას, შენს სამშობლოს ეხება ესა თუ ის დილემა ესა თუ ის პრობლემა. იცით, როცა ესეთი დიდი საფრთხეა და ყოველის მხრივ, ეხლა ყბადაღებული თემაა, კი ბატონო, მაგრამ ყბადაღებული იმ ჯანსაღი ეროვნული ნაწილისგან არა, მეგობრებო. აი როგორც კი შენიშნეს, რომ ჯანსაღი პროტესტი, ქართული ეროვნული პროტესტი აუცილებლად და მართლა იქნება და შეუქცევადად იქნება, უწყვეტად იქნება, რა თქმა უნდა, ამ მოღალატეობრივი, ამ კომპრადორული პოლიტიკის წინააღმდეგ. კომპრადორები არიან, გარდა იმისა, რომ კოლაბორაციონისტები არიან, ყველა მტრულ ძალასთან შეკრულნი, რა თქმა უნდა, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, არიან კომპრადორები, ჩვენი მიწებით, სამშობლოთი და ქვეყნით მოვაჭრეები არიან. ეს ადამიანები გაუფორმებლად. მეგობრებო, ქართველ კაცს აქვს იმ დოზის განათლება. ერთდროს ეს განათლება პიკს აღწევდა. ესეთი პიკური მდგომარეობა გარკვეული მიმართულებებით დღესაც შეიმჩნევა და არ აღხოცილა და ატროფირებულა გონი, მით უმეტეს ეროვნული გონი ქართველი კაცისაგან. მაგრამ ძალიან კარგად ამჩნევს ის თუ რა არის ინვესტიცია, მართლა რას წარმოადგენს ინვესტიცია და რა არის ის, რასაც ინვესტიციას უწოდებენ და ამ დროს ძალზე დიდი რისკების, ძალზე დიდი საფრთხეების შემცველია ქვეყნისათვის. აი მაშინ როცა ასეთი საფრთხის წინაშე ყველა მიმართულებით დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ, როცა ქვეყანაში მეგობრებო სიკვდილიანობა აღემატება შობადობას. აი ესეთი მართლა დემოგრაფიული ზამთარი გვაქვს უკვე რამდენი ხანია ჩვენ სამშობლოში და ესეც მიზეზ შედეგობრივია. ქართველ კაცს არც ოჯახის შექმნა ესწავლებოდა, არც ოჯახის მზრუნველობა და დაცვა და არც გამრავლება კაცს, მაგრამ რეალურად აი ეს მოიმუშაკეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც დიდი ხანია დააგეგმარეს ქართველი ერის მიმართ და არა მხოლოდ ქართველი ერის მიმართ, აი ესეთი მახინჯი პროექტები, რამაც რომ აღარ ჩამოთვალოთ, განაპირობა აბსოლუტურად ყველა ჩავარდნა და ამ ხრივ განსაკუთრებით ეხლა რაზეც მოგახსენებთ. მაშინ როდესაც შემოგეგა გადინება ქვეყნიდან არის უზომოდ დიდი. იყო რა თქმა უნდა სააკაშვილის პერიოდში, მაგრამ ეხლა გაორმაგდა. ხომე აი ვეღარ ვითვლი უკვე ადამიანებს, შინაურებს, ნაცნობებს, რა ვიცი, რამდენი აპირებს წასვლას და რამდენი წავიდნენ, იცით? მათ შორის ძალზედ ბევრია კვალიფიციური მუშაკი თავისი პროფესიიდან გამომდინარე. მათ შორის ძალზედ ბევრია ის ადამიანები, რომლებიც განა ერიდებიან აქ ბრძოლას
ჩვეულებრივად ისევე საბანკო მევახშეთა სისტემით, რაც ასევე მიზეზშედეგობრივია, რაც ასევე რა თქმა უნდა მიზანმიმართული იყო, რაც თავს მოახვიეს ჩვენს ქვეყანას და დააკაბალეს მთელი ერი თითქმის, ხო? ყოველი მეორე ბანკის ვალდებულებებშია და ასე შემდეგ. მაგრამ ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს. ეს დაკაბალება, ეს ვალდებულებების წინაშე და ეს არნახული პროცენტებით, ესენი უმიზნებდნენ ქართველი ერის აი იმ დოზის დეგრადაციას, რომ ხმას ვეღარ აღიმაღლებდა მათი გაგებით ქართველი ერი ბევრ იმ პროექტზე, რომელსაც როცა უნდოდათ, რა მასშტაბითაც უნდოდათ, თავზე მოგვახვევდნენ. აი ეს ვეღარ გაითვალისწინეს, რადგან ნათქვამია ეშმაკის თეს და უფალი იმკისო. ასე თქვა ღვთის დაშვებითაა ყველაფერი და მისი განგებულებით და ისიც მისი განგებულებით არის, რომ აქ ქრისტეს დედულეთში ქართველი კაცის კეთილგონიერება, სიმამაცე და აი ეს გამჭრეახი გონება, რაც არ უნდა შეფუთოთ ეხლა, ასე ვთქვათ, მაღალმხატვრული თქვენ ვინ მოგცათ ამიშნო, მაგრამ სხვადასხვა ტერმინოლოგიით, დეფინიციებით, რაც არ უნდა, ასე ვთქვათ, ლატენტურად მიაწოდოთ საზოგადოებას და თან მუსირებდეთ, რომ ეს არის 6 მილიარდ ნახევრიანი პროექტი, რომელიც თურმე აყვავებას განაპირობებს ქვეყანაში. ვერ შეაყრით ნაცარს თვალში და ვეღარ მოატყუებთ მრავალგზის მოტყუებულ ქართველ ხალხს. მაშინაც კი შესაძლოა თავი მოეტყუებია ქართველს, რადგან იმედი ქართველი კაცისაგან არათუ ბოლოს არც არასდროს არ მკვდება. ნათქვამია იმედი ბოლოს კვდებაო არა, იმედიანი რომ არ ყოფილიყო ქართველი ადამიანი აი ამ ჩვენს ღვთივკურთხეულ დედამიწაზე, რა თქმა უნდა, უიმედობით დღემდე ფიზიკურად ვერ მოვაღწევდით და ამ იმედს ზურგს უმაგრებდა, რა თქმა უნდა, მკლავი ძლიერი გონება, კეთილგონიერება და თავდადება საკუთარი ქვეყნის მიმართ, საკუთარი ქვეყნის გამო, საკუთარი ქვეყნისათვის. მაშინ როცა ასეთი გავაგრძელებ ქრონოლოგიას გიგა, აი ასეთი ვითარებაა, რომ აი რეალურად საქართველოს ვერ აწარმოებს საკუთარ ასანთსაც კი გიგა. საკუთარ ასანთს ვერ ვაწარმოებთ და ესენი ბრძანებდნენ, რომ სიღარიბე შევამცირეთო. მეგობრებო, სიღარიბე კი არ შეამცირეს. ღარიბი ადამიანები შემცირდნენ რიცხვით. დასნეულებულნი ზოგი გარდაიცვალნენ და სიღარიბის კონტინგენტიდან არის ძირითადად ის დიდი ნაწილი, რომელიც გაედინება საზღვარგარეთ. აკი მოგახსენეთ დაკაბალებულნი ამ საბანკო სავახშო მევახშეთა სისტემისაგან და მრავალ მხრივ შეწუხებული და განადგურებული ზოგნი ბინადაკარგულნი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. სიღარიბე კი არ შეამცირეთ, ღარიბი ადამიანებისგან, ასე ვთქვათ, მათი მოშორებით, ზოგი ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვალებით, ზოგნი მოგახსენეთ გადინებით, აი ამის გათვალისწინებით საუბრობთ, რომ თითქოს სიღარიბე შემცირდა. არა, ღარიბები შემცირდნენ რიცხვით საქართველოში, მაგრამ არა იმ დოზით, რომ თქვენი პროექტი, რომ სიღატაკე მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, პიკს მიაღწიოს, ეს პროექტი ვერ განხორციელდება. რადგან დიდი ხანია უკვე ქართველი კაცი გონებაზე უფრო მეტად მოიგო, თუ იყო ლეთარგიაში, უფრო მეტად გამოიღვიძა და რა თქმა უნდა, აი იმ პროექტს, რასაც ქვია არაბიზაცია, პაკისტანიზაცია, დიდი ლეკიანობა, დიდი თურქობა, ეს ლეკიანობა პირობითი ნათქვამია, ირანი აქ ბრძანდება და აბსოლუტურად ყველა გარშემომყოფნი, რომელიც მხოლოდ შთანთქმას, მხოლოდ ამ ოაზისში, ამ 64 დედამიწაზე დამკვიდრებას ლამობენ და აღწევენ კიდევაც ამ რენეგატული ხელისუფლების გამო და მათი ხელშეწყობით. აი ეს ყველაფერი
მიგვაქანებს იქითკენ, რომ შეუქცევადად ერთხელ და სამუდამოდ უწყვეტად იქნება მობილიზაცია ხალხისა და ამ პროექტს არ უწერია ჩემო გეგა დიდი, ასე ვთქვათ, უпроსტურად განვითარება. აი როგორც ბუდაპეშტში ვერ განვითარდა უნგრეთში, როგორც ჩერნოგორიაში ვერ განვითარდა, აქ შესაძლოა ცოტა რთულად გქონდეს საქმე, მე შევახსენებ ტელემაყურებელს, რომ ერთ-ერთი შეიხი შეიძლება არ იყო, მაგრამ იქ არა დაბადებული არაბი უკვე მილიონერია. ერთ-ერთი გამოსული ესეთი შეძლებული ფენის წარმომადგენელი არაბი ბრძანებდა, რომ შინაარს გეტყვით უზუსტეს. ეს სოციალურ ქსელებშიც დაიდო. რომ მე ვერ გასწავლითო თქვენ სტუმართმასპინძლობას, რომ სტუმარი აქედან არ უნდა გააგდოთო, მაგრამ ეს სტუმარს ეხებაო, თორე ჩვენთანო, კაცო, ჩვენ ეს გვეკადრებაო, ანუ საკუთარ თავს სტუმრად არ წარმოადგენენ, საკუთარი თავი მათ მიაჩნიათ მასპინძლად. იცით, ეს ყველაფერი მიგვაქანებს მხოლოდ და მხოლოდ ერთს გავიხსენებდი, იცით, კასპში კონკრეტულად. და ეს სულისკვეთება აი ტორნადოსავით გაძლიერდება ალბათ აი ეს ქარი, რასაც ქვია კასპში არაბული სოფლის შენებლობის, ასე ვთქვათ, შეჩერება. და ეს მიაღწია პატრიოტთა ალიანსმა, ბატონი ვაჟა ოთარაშვილის დიდი მეცადინეობით და აქედან მივესალმებით ბატონ ვაჟას, რა თქმა უნდა, ამ მართლაც ერთ-ერთ უებრო მამულიშვილს. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, ხელისუფლებისგან გააქტიურებას ამ თემაზე, ეს ბუნებრივიც იყო, მაგრამ იმდენად ბჭყალებში მარგალიტები გადმოაფრქვიეს გიგა, იმდენად ბჭყალებში მარგალიტები, რომ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ ბატონებო გვექნება ორი ფორმატი და მეორე ფორმატში ვისაუბრებთ ალბათ უფრო დეტალურად მათ მარგალიტებზე. თუ რაოდენ პათოლოგიასთან აგვაქვს, დიდ პათოლოგიასთან საქმე და ეხლა დიდი სიამოვნებით სიტყვას გადმოვიდოდი შენთან გეგა. თან კონკრეტულად შენ გიყვარს ხოლმე გახსენება დედა ეკლესიის კურთხევა არ გაითვალისწინეს. დედა ეკლესიის საჭეთყრობელი ვინ არის ბატონებო? თუ არა ჩვენი ახოვანი, თუ არა ჩვენი ლეგენდა ადამიანი და მოსიარულე ტაძარი ჩვენი უწმინდესი. მართლაც სიყვარულის პატრიარქი, რომელმაც ბრძანა ამას წინ გავიხსენე. პატრიარქის სიტყვებია, მისი ქადაგებაა ერთ-ერთი. ჩვენ ქართულ ფოლკლორში გვაქვს ესეთი გამოთქმა: ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქაო და ეს პიროვნება, ეს ჩვენი უწმინდესი ასე ბრძანებს, რომ ასე არ შეიძლება ითქვასო. არამედ აი ასე უნდა ვთქვათო და წარმოთქვა. ფქვილი იქა, ფქვილი აქა, ლხინი იქა, ლხინი აქა, უგესმით? ანუ ჭირისთვის და ქატოსთვის არავინ არ ემეტება, რადგან ესაა ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა. ესაა ჭეშმარიტად სიყვარულის სარწმუნოება, რასაც ასე უანგაროდ ასხივებს და გვაფენს ჩვენი პატრიარქი და ჩვენი დედა ეკლესია თავისი ერთგული ღვთის ერთგული მღვდელმსახურებითა თუ იერარქებით ბატონებო და ქალბატონებო. დიახ, გეგა გისმენთ, ვიცი არაერთი გაქვთ სათქმელი. მშვიდობას გისურვებთ, გაიხარეთ. ეხლა ბექამ რაც ისაუბრა, ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდი დაფიქრების საფუძველს და გააზრების საფუძველს. ჩვენ ეხლა ადამიანს განსაცდელი საწურთნელად ეძლევა და გასაზრდელად ეძლევა. ასეა ერიც, ხო? ერზე როდესაც იშვება რაიმე სახის განსაცდელი, იშვება იმისთვის, რომ ეს ერი განისწავლოს და გულისხმა ჰყოს, რისთვის დაიშვა ეს. იერემია წინასწარმეტყველი, იერემიას გოდება იერემიაში არის ესეთი წიგნი, ძველი აღთქმის წიგნია, წერია, რომ ჩვენი სამკვიდრო უცხო დაიმკვიდრაო და საკუთარ მიწაზეო მდგმურები ვართო ჩვენო და უცხო იმკვიდრებს ჩვენ სამკვიდრებელსო. იერემია წინასწარმეტყველი წერს მაშინდელ ისრაელის ერზე და ამას განიხილავს როგორც საღვთო სასჯელს და ქართველი ერიც ყოველთვის, როდესაც ისტორიულად გადაუხვევდა ხოლმე ღვთის გზიდან,
ასე ხდებოდა ქართველი ერის განსწავლა, ქართლის ცხოვრება ამის ნათელი მაგალითია, რომ როდესაც ქართველი ღვთის გზას ღალატობდა, ცოდვა იმძლავრებდა, მადლს გარდაემატებოდა ცოდვა, მოდიოდა უცხო მტერი, უცხო თესლი და ქართველთა სამკვიდრებელს იმკვიდრებდა უცხო ტომი. დღესაც აიგივეა, დღეს ახლა ხმლით და აღარ მოდის რა თქმა უნდა იმ მასეც რა თქმა უნდა მაგ საფრთხების გარშემოც და წინაშეც მრავლად ვდგავართ ოკუპირებული გვაქვს საქართველოს ტერიტორიები და ამის აღმოსაფხროლათაც არაფერს აკეთებს დღევანდელი პოლიტიკური რეჟიმი, ესეც ხომ მოცემულობა და ფაქტია, მაგრამ შეიცვალა ფორმები და დღეს აი ტროას ცხენივით ინვესტიციები ჩემოდის მტრული ძალა საქართველოს ტერიტორიაზე და ირმა-ინაშვილმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა ეთერში, რომ პირდაპირ თურქეთის საზღვართან ხდება თურქული ექსპანსია, რამდენად დიდი ეგზისტენციალურად დიდი საფრთხეა ეს არახალია ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის და კონკრეტულად აჭარის რეგიონში თურქულ ექსპანსიას რა შედეგები აქვს და როგორ მძლავრობს ისლამური ხალიფატის საფრთხე საქართველოში, როგორ იმატებს, ამაზე წლებია საუბრობენ, იმიტომ რომ ისლამური ინტერესის ზრდა ავტომატურად ნიშნავს ხალიფატის ინტერესის ზრდას, ავტომატურად ნიშნავს აქ ექსპანსიის სხვადასხვა ფორმების გამო, სხვადასხვა მამა გიორგი პავლოვი, გიორგი წმინდაში მოღვაწე მღვდელიც ერთ-ერთ ქადაგებაში საუბრობდა, აქაც იყო ეთერში მამა გიორგი, მახსოვს აი კაგრას ნათია მაზანაშვილთან, ხო? ნათია მაზანაშვილთან ისაუბრა, ეხლა გამახსენდა, ნათია მაზანაშვილთან საუბრობდა მამა გიორგი პავლოვი, რომ ესე იგი მოვა დრო, რომ ისლამური ხალიფატის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებით საქართველოს ტერიტორიაზეო და საიდან მომდინარეობს ეს ისლამური ხალიფატის საფრთხე და საიდან მომდინარეობს საქართველოში ისლამიზაციის პრობლემა, ხო? ჯერ კიდე 2000-იანი წლების დასაწყისიდან ამაზე იყო საუბრები. მეც მონაწილეობდი იმაზე, რა ქვია, საპროტესტო მოძრაობებში 2010-11-12 წლებში იყო ხოლმე საპროტესტო აქციები, როდესაც აზიზიეს თურქი დამპყრობელი აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა პატრიოტ ალიანსიც აკეთებდა ამის ორგანიზებას და იბრძოდა ამ საკითხის წინააღმდეგ. მეც ჩვენ რაღაც გარკვეულ ორგანიზაციებში სხვადასხვა არასამთავრობო და სხვა სახის ორგანიზაციებთან ერთად გამოვდიოდით ხოლმე და ორგანიზებას უწევდით, რომ ეს მეჩეთი აქ არ აშენებულიყო თურქი დამპყრობლის აზიზიეს სახელობის მეჩეთი, ისლამური ექსპანსია არ გაძლიერებულიყო აჭარის რეგიონში, პირდაპირ იყო სასწავლებლები, სადაც ფულს უხდიდნენ აჭარელ ახალგაზრდებს თურქებისგან ფინანსდებოდნენ, თუ ისინი შეიცვლიდნენ რჯულს, წინ დაიცვითებოდნენ, მიიღებდნენ ისლამს და ესე იგი ისლამურ სასწავლებლებში მე მიყავდათ საერთოდ საქართველოსდან, ანუ ისლამური ექსპანსია დღეს და გუშინ არ დაწყებულა საქართველოს ტერიტორიაზე, ეს მრავალი წელია მიმდინარეობს, სხვადასხვა იმის რა ქვია პანკისის ხეობაში ვაჰაბიტური მეჩეთის აშენებაც იყო ესეთი პრობლემა და ამაზეც ჩვენ გვქონდა ხოლმე საუბრები მაშინდელ აქციებზე, მაგრამ ამაზეც ოფიციოზი არავითარ ყურადღებას არ ამახვილებდა, ანუ პრობლემა მდგომარეობდა და მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოში ისლამური ექსპანსია და ისლამის პოლიტიკური განვითარება, ხო, აქ ჩვენ არ გვაქვს საუბარი თვითონ ქართულ მაჰმადიანებზე, არავითარ შემთხვევაში ხა ჩვენ ვაღიარებთ ერთ ჭეშმარიტ და მაცხონებელ მართლმადიდებელ სარწმუნოებას, მაგრამ აბსოლუტურად გვესმის, რომ ჩვენი ერი და ქვეყანა შედგება მრავალი ჭრელი საზოგადოებისგან, მათ შორის მრავალეროვანი ასევე სარწმუნოებრივად ეს ჭრელია კავკასიის რეგიონი, აქ არავითარ ფობიებზე საუბარი არ არის, ეხლა წეგან ტევ პირველს უსმენდი, სანამ აქ შემოვიდოდი და ეს ტევ პირველის წამყვანი ძალიან ესე საუბრობდა, ლელოს წარმომადგენელს ესაუბრებოდა, რომ აი რაღაც ფობიებთან აგვაქვსო საქმეო, ანუ სხვა კუთხით უნდოდა ეს და აი რაღაც არაბების შემოსვლაზეა ლაპარაკიო და ისლამზეო და არავითარ შემთხვევაში არც ქსენოფობიაზე და არც ჰომოფობიაზე და ზოგადად ფობიებზე ჩვენ შიშები არ გვაწუხებს. როდესაც მაგალითად
და LGBT მოძრაობას ვებრძოდით მართლმადიდებელ ქრისტიანებს, მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ჭრილში, როდესაც ჩვენ აღწერდით და განსაზღვრავდით რა საფრთხეს შეიცავდა მართლმადიდებელი ქრისტიანი ერისთვის ამ მომაკვდინებელი სოდომური ცოდვის დაკანონება, გვარაცხავდნენ ჰომოფობებად. როდესაც ჩვენ საუბრობდით სხვადასხვა ეთნიკურ ექსპანსიების ფორმებზე საქართველოში, ცდილობენ რომ შეგვარაცხონ ქსენოფობებად. ვიღაცები გვაწევენ ისლამოფობების. ეს ფობია ზოგადად ლიბერალური სამყაროს შემოღებული იარლიყია იმისათვის რომ შენ შეგაჩერონ და ესე იგი მაშინვე მოახდინონ შენი მარგინალიზაცია და ამაზე ქართველი ადამიანი არ უნდა წამოეგოს და მტკიცედ და შეურყევლად უნდა იყოს თავის პოზიციაზე, თუ უნდა მას გამარჯვება და ეს გადახვევა იყო, მაგრამ აუცილებელია ამის ჩართვაც იმისთვის, რომ დღევანდელ საზოგადოებას ამ ფორმებით აშინებენ და ესე იგი კომპლექსებს უჩენენ, შეიძლება პირდაპირ ასე ითქვას, რომ რაღაცაზე ხმა ვერ ამოიღო და ისლამური ექსპანსიის საფრთხე ძალიან დიდი იყო არის და სანამ არ აღმოიფხვრება იქნება ეს საფრთხე ჩვენში და ეს ჩვენს ქვეყანაში და როდესაც გონიოში შენდება არაბული ქალაქი და გონიოს ტერიტორიაზე, რომელიც 3000 მეტრში არის, ესე იგი თურქეთის საზღვართან, ხო? ეს რეალურად არის იმისი ძალიან ცხადი გამოვლინება და ფაქტი და დადასტურება, რომ ჩვენ ვიმყოფებით ისლამური პოლიტიკური ექსპანსიის საფრთხის წინაშე, როგორც ერიდა სახელმწიფო. და ამ კუთხით ნაკლებად შუქდება დღეს, ამ კუთხით ნაკლებად საუბრობენ, უფრო აქცენტები გადატანილია ეთნოკულტურულ საფრთხეებზე, რაც რა თქმა უნდა არანაკლებია და ეთნოკულტურული, ანუ ეთნიკური ჩანაცვლების პრობლემა და სხვა სახის პრობლემები, რასაც თან სდევს უცხო ეთნოსების შემოდინება, რაც მეწეღან იერემია წინასწარმეტყველი რომ მოახსენე, რომ უცხო იმკვიდრებს ჩვენ სამკვიდრებელს, ეს რა თქმა უნდა უდიდესი პრობლემა და ჩვენ ამ პრობლემას ვაღიარებთ და ამ პრობლემას ვებრძვით. მაგრამ მეორე მხარე არის ამ საკითხის პოლიტიკური პრობლემა, რაზეც შედარებით ნაკლები საუბარი მიმდინარეობს, მაგრამ ეს პრობლემა დიდია და ამ პრობლემაზე ყურადღების გამოხვილება აუცილებელია ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. და ეს პრობლემა მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ თურქეთის საზღვართან დამკვიდრებული ახალი რაღაც დუბაის მსგავსი ქალაქ-სახელმწიფო შეიძლება ასე ითქვას, არაბული სახის პირდაპირ ნიშნავს ისლამური პოლიტიკის ინტერესის გაძლიერებას კავკასიის რეგიონში. როდესაც ჩრდილო კავკასიურ ისლამურ კავშირში ვართ, სამხრეთში თურქული სახელმწიფოა, რომელსაც უდიდესი აქვს პოლიტიკური ინტერესი საქართველოს სახელმწიფოში და შემოდის არაბული ინტერესი, არაბული პოლიტიკური ინტერესი. ანუ პირდაპირ ისლამური ექსპანსია მძლავრობს და ამას ორი ხელით მიესალმება ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნება. თან ისტორიულად გეგა არ დავივიწყო, ძალიან კარგად იცი რომ ჩვენთვის კონკრეტულად ისლამიზაცია და აზიაცია იყო დიდი რა თქმა უნდა ისტორიული საფრთხე იყო ქართველი ერისა, რაც ქართველ ვერმა ნათელი იყო მასდიანობის შემდეგ რომ დაიწყო ისლამი და არაბობა, ხო, არაბობით რომ დაიწყო, გაგრძელდა და მოდის ეს ეხლა მავანი ეკითხავს, ხო, რომ შედალოცვილო ის დრო და ეს დრო შესაძლებელია, ეხლა მშვიდობაო, მეგობრებო, ზუსტად ამ ფსევდომშვიდობით ამ ვითომშვიდობიანობის პერიოდში შვიდობიანად ვნადგურდებით. შვიდობიანად გაედინებიან ჩვენები, შვიდობიანად ისაკუთრებენ ჩვენს დედამიწას, ჩვენს ამ მადლიან მიწას სხვა უცხო ტომელები. სწორედ ამიტომ ვახსენე წეგანმე ტროასხენი, თუ ადრე ხმლით მოდიოდა პირდაპირ აპყრობელი და აწიოკებდა და აოხრებდა ჩვენს მიწა-წყალს და ხოცავდა ფიზიკურად გენოციდს უწყობდა ადამიანებს, დღეს ხდება ეთნიკური ჩანაცვლება, დღეს ხდება ინვესტიციების ეგრეთ წოდებული ინვესტიციების მოზიდვა. ეს ინვესტიცია ჯერ ეს ერთი, როდესაც გასაიდუმლოებულია საერთოდ და ვერ დაადგა საშველი რა შემოდის საქართველოში, ხო? რამდენი კითხვის ნიშანია ეს, ხო, ჩვენი მოგონილი არ არის სოციალური ქსელებში ყველგან ამაზეა საუბარი, მთელ საზოგადოებაში ეს ეჭვები, ეს კითხვები არსებობს და ქართულმა ოცნებამ კეთილი ჯერ არ ინება და მე მგონი უახლოეს მომავალში არც აპირებს რომ ინებოს, რომ ამ კითხვებს პასუხები გასცეს. ეს ერთი ეჭვის საფუძველი. მეორე ის ყველაფერი, რაც მე უკვე წეღან ვილაპარაკე და ეს ხომ რეალობაა, ეს ისლამური საფრთხე, რომელიც თურქეთიდან წლებია მომდინარეობს, როდესაც თურქული სახელმწიფო მიზანმიმართულად ეწევა აჭარის ისლამიზაციას. ყველა უდიდესი თანხები იხარჯება ამისათვის. და არა მარტო ეს, მრავალი კიდევ სხვა, რაც კომპლექსურად იძლევა სურათს კავკასიაში ისლამური პოლიტიკის წარმოებისა,
ქართველი ერისა და ქართული ცივილიზაციის წინააღმდეგ. ეს არის ფაქტი, ეს არის მოცემულობა. ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ცივილიზაცია, ჩვენ ვართ მართლმადიდებლური ცნობიერებისა და კულტურის ერი და ამ ერში და ამ ცივილიზაციაში ასეთი მძლავრი ისლამური ექსპანსია წარმოადგენს გულში ლახვის ჩაცემას პირდაპირ და განადგურების საფრთხეს ჩვენი ერისა და ქვეყნისათვის და ის პოლიტიკოსები, ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ამ საფრთხეს ცდილობენ რომ თვალი მოუხუჭონ, პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ მიდიან ქართველთა მთავარი ფუნდამენტური ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ამ წინააღმდეგ წასვლას რომ ისინი არქმევენ სტრატეგიულ ინტერესებს, აი სწორედ აქ მდგომარეობს მათი მთავარი ტყუილი. როდესაც კობახიძე გამოდის და ამბობს ჩვენ სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხს ვანხორციელებთ იმაზე, რაზეც მე ვისაუბრე, აი ამას რომ არქმევს სტრატეგიულ მნიშვნელობას, ანუ სტრატეგია რა არის? დაგეგმარება. ანუ შენი ეროვნული სტრატეგია ნიშნავს შენი ეროვნული სახელმწიფოს აღშენებლობის გეგმას. და როდესაც ეროვნული სახელმწიფოს აღშენებლობის გეგმას შენ არქმევ იმას, რომ შენში მოხდეს ეთნიკური ჩანაცვლება, კულტურული ჩანაცვლება და ისლამური პოლიტიკის გაძლიერება შენს რეგიონის გულში, ეს პირდაპირ ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ შენ გატყუებენ და როდესაც შენ მოქალაქე შენი ქვეყნით ვაჭრობენ. შენი ქვეყნით ვაჭრობენ, შენ მოქალაქე ამაზე პატრიარქი ხშირად ბრძანებდა ხოლმე, რომ ანალიტიკური აზროვნება უნდა გქონდესო, ანალიტიკური აზროვნება უნდა განვავითაროთო და პატრიარქის ქადაგება არ არის, მიწის გაყიდვის უფლება არ აქვს არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს. ეს ხომ არის პატრიარქის სიტყვები და რამ სიგრძე კელაპტარიც არ უნდა დაიჭიროს კობახიძემ საღდგომო და სხვა ლიტურგიებზე ყოლაწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ხე შეიცნობა ნაყოფით. ნაყოფით ამათაგან იცნეთ იგინიო. ხო არის წმინდა წერილში ნათქვამია რა? ჩვენ არ ვზომავთ კელაპტრის ზომებს. ჩვენ მათი ნაყოფებით შევაფასებთ, მით უმეტეს პოლიტიკოსებს. ჩვენ პიროვნული განკითხვის უფლება არ აქვს, მაგრამ პოლიტიკოს როდესაც ირჩევ, როდესაც არჩევნებზე მანდატს ანიჭებ, ხმას აძლევ, უნდა იცოდე რისთვის უჭერ მას მხარს და აი ეს არის მოცემულობა და ფაქტი, რამაც უნდა განაპირობოს ჩვენი პოლიტიკური გემოვნება და განსაზღვროს ჩვენი პოლიტიკური არჩევნები, ვფიქრობ ძალიან უახლოეს მომავალში. რა თქმა უნდა, გეთანხმები გეგა, რომელ კელაპტარზეა საუბარი. ადამიანი თვითონ უნდა გავდეს სანთელს თავისი ცხოვრებით. ადამიანი აი როგორც ჩვენი ლევან ჩაჩუას სანთელივით დამდნარი კაცი მართლა ქვეყნის სიყვარულში მოიხსენიოს მისი უკვდავისული უფალმა ღმერთმა რა კელაპტარივით არანათებს დღესაც აბა ერთი გადავხედოთ მისი უკომპრომატო და მისი მართლა განვლილით და აბსოლუტურად ყველაფრით აი ესაა ჭეშმარიტი კელაპტრად ქცევა ესაა ჭეშმარიტი კელაპტარი და არა ჩემხელა კელაპტარს რომ დაიკავებთ თქვენ ფსევდო ქრისტიანებო ჩვენ ახლა ზარის ტელეფონის ნომერი წავიკითხოთ და შევახსენოთ რადიო მსმენელს ტელევიზიის მაყურებელი ტელემაყურებელი კი შენიშნავს ეს გახლავთ 557 885588 და რა თქმა უნდა შეგიძლიათ შემოსვლა გაუფრთხილდეთ დროს ერთმანეთის დროს რომ თქვენს მომდევნო ადამიანმაც უნდა დარეკოს და ძალზე დიდი მონოლოგები ჩემი თხოვნა ნუ იქნება და როგორც ყოველთვის გქონდეთ რომ თქვა დავსვათ ტელევიზორიდან ცოტათი მოშორები დავდგეთ როდესაც ერთმანეთს ვესაუბრებით ეთერში კი ბატონო და კვლავ მინდა შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას ამ მართლაც მამული შვილთა საზოგადოებას რომელიც გონია მამასა და მამას ჩვენს შინაურ და გარემტერს რომ აქ შემცირდა რომ აქ საწადელს მიაღწიეს ეს ხომ რეალურად ასე არაა და ეს რომ ასე არაა 30-ში ვაჩვენოთ მეგობრებო ერთსულოვნებით მხარდამხარ დგომით ეს შეუქცევადი პროცესი იქნება ჩვენ რომ საუბრობთ აქ პარტიულად კი არ გამოვდივართ პარტია ყველა პარტია მაპატიეთ ესე კუთხურად ვიტყვი წყალს წაუღია ყოველი პარტია ეს ზეპარტიული, როცა ზეპარტიული ამოცანების წინაშე ვდგავართ, რომელი პარტოკრატები და პავლიკ მოროზოვები გამოდნებოდა საერთოდ ფიქრადაც კი ჩვენგან ამ ეროვნული ერთობისაგან. პარტოკრატები და ნომენკლატურა და ერთმანეთში აღრეული და პავლიკ მოროზოვები ბრძანდებიან ძალიან კარგად იცით სადაც ჩვენს თავებზე მოკალათებულნი, რომელთა გამოისობითაც არაერთი პრობლემა მოეხვია თავს ჩვენს ქვეყანას. დიახ, ასე რომ გახსენებთ, ზარია ახლა ეთერში, გისმენთ მოგბრძანდით. პარტოკრატები და ნომენკლატურა. დაუჭირ.
გაითიშა. დიახ, ჩვენ ხმებს ნუ მოგვასმენინებთ თქვენი ჭირიმე, თქვენი ხმა მოგვასმენინეთ. ზარია ეთერში. გამარჯობათ. გამარჯობათ. ერთი ამ თანხმობას მოდიშე დაუჭირებელი შეფრო თანხმობას გალაქტიო დავითის ლექსი შევასწავლო შობლიურო შემოწმდა ვაჩქიო ზარასაირას შობლიურო შემოწმდა ლექსი თუ სწავლია ან შევასწავლო ამ მასშტაბით ეგება მე ვერ გამოვდგები მათ მასწავლებლად, იმიტომ კი არა რომ ვერ შევძლებ. მე სტუდენტებთანაც არაერთ გზის და აბიტურიენტებთანაც მქონია ურთიერთობა, მაგრამ მათ ეხლა კარგი ქართული გამონათქვამია შეაყარე კედელს ცერცვიო. ამ ზრდასრულ ადამიანებს უკვე ნასწავლი რომ უნდა გქონდეთ ბევრი რამ, თორე სწავლა ცხოვრების ბოლომდეა. და რომ მიაჩნიათ უკვე წერტილი დაუსვეს სწავლა განვითარებას და აღარც ვითარდებიან პირიქით უკან დგამენ ნაბიჯებს რომელ გალაქტიონზე უნდა ვესაუბროთ რომელ ვაჟაზე უნდა ვესაუბროთ რომელ რუსთველზე უნდა ვესაუბროთ და ასე შემდეგ ეს ადამიანები თავიანთი ცხოვრებით ჯერ მანამდისაც ახლოს რომ ყოფილიყვნენ სიღრმისეულად ლიტერატურასთან, ჭეშმარიტ პოეზიასთან, რა თქმა უნდა, იმ ნაბიჯებს არ გადადგამდნენ, რაც გადადგეს. ზარია ეთერში მოგზაურობთ. ალო, მოგესალმებით. დიახ, ბრძანეთ. დიახ. ჩემი აზრი და მოგახსენოთ. დიახ. ტელევიზორს ნუ გაბიჩიშავთ, სულ არაფერს არ გატყობ. არა, ჩვენ არ ვთიშავთ არაფერს. ტენდენციურად მიმაჩნია მე. დიახ. სულ ვილაპარაკოთ საშიშროება სამხრეთიდან. როცა ჩრდილოეთიდან დიდი მტელი გვაზის დიდი ხანია ბეჭებზე და ვერ მომიშორეთ. რატომ სულ თურქეთი და სულ ისრაელი და ირანი გვახსენდება და რუსეთი არ გვახსენდება არასოდეს. გაგცემთ პასუხი და მე კიდევ გაგცემთ პასუხს ეთერში ბრძანდებით? ბატონო, ეთერში დარჩებით ხომ ჩვენთან ერთად? დარჩები ხო კი დაგემოდებით. კეთილი, ჯერ მადლობა ზარისათვის. ეხლა რაც შეეხება კითხვას ბატონო ჩემო. ისტორიულად ძალიან მოკლედ გიპასუხებთ. ისტორიულად თუ კი რაიმე მოხდა ჩვენ და სასიკეთოთ ისტორიულად რუსეთთან მხარდამხარ ბრძოლაში და მათთან ერთად ეს იმის გამო კი არ მომხდარა რომ რუსეთი ჩვენი სიყვარულისთვის სულ ზღაფავს და ისე უყვარვართ რომ დღეს ჩვენ ვესიზმრებით და ღამეს ჩვენ არა ბატონებო უბრალოდ მოხდა ისეთი რამ მე თარიღებით შემიძლია ჩამოგითვალოთ როცა ჩვენი ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა და ამ კოალიციამ პირისაგან მიწისა აღგავა ის ურჯულო რომელი ურჯულოც რა თქმა უნდა საქართველოში მკვიდრობდა და რომელი ურჯულოც ვიდრე ეს ერი თქვენგან ნახსენები ჩრდილოეთი ერად ჩამოყალიბდებოდა მანამდე ქონდა დაგემოვნებული ქართული მიწა ქართული სისხლი ქართული ხორცი მე კიდევ ერთხელ და ჯიუტად განმეორდები რუსეთზე რო დავიწყო ერთი სუტკა არ მეყოფა ამ სლენგით ვიტყვი რომ აი მისი სიცუდეები რაში მდგომარეობს მართლა ერთი დღეღამი არ მეყოფა მაგრამ რეალურად განა არაბიზაციაში არ შედის რუსიფიკაცია არაბიზაციაში არ შედის პაკისტანიზაცია თქვენ პაკისტანელები ცოტანი გონიათ საქართველოში ინდუსები ცოტანი გონიათ საქართველოში რომ ყოფობენ და ირანი და თურქეთი ასე კონკრეტულად ყველაფერს ვერ ჩამოვთვლით ახლა რა საფრთხის წინაშე ვდგავართ აქ მოიაზრება ყველაფერი მეგობარო გასაგებად გითხარით კი დიახ ბრძანეთ კარგით მე ისტორიაში არ მახსოვს სიკეთე რუსეთისგან მაგრამ ეხლა ერთი პატარა შეკითხვა მაქვს თქვენი აზრი მაინტერესებს ბრძანეთ მე უკვე ხურაშვილია მაგის სასახელი არ მახსოვს ეხლა
და არქიმანდრიტი არის არქიმანდრიტი რა აზრის ხართ ეს პიროვნება რას არ მოადგენს და თქვენი აზრით დადებითი პიროვნება თუ უარყოფითი ეს ერთ ბოდიში უპასუხე თუ შეიძლება გიგა ანუ ჩემი აზრით დადებითია თუ უარყოფითი არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მისი პიროვნების განსჯის უფლება მე პიროვნულად არავითარ შემთხვევაში არ ამაგ და ჩემ თავს ამის უფლებას ვერ მივცემ მით უმეტეს ტელეეთერში პირდაპირ არქიმანდრიტ კაცზე მე ცოდვილმა ერისკაცმა ვისაუბრო სრულიად არაეთიკური და მიუღებელი იქნება ეს ერთი მეორე მის საუბრებში გამოშჭვიოდა არაერთი მწვალებლური მოსაზრება რაზეც ის ამხილა მეუფე სტეფანემ მე და თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ მეუფე სტეფანეს ქადაგებები ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა და როდესაც არქიმანდრიტი ამბობს რომ 30 წელია მას უფალო შემიწყალი არ უთქვამს ხო თქვა ეს მისი ვიდეო ხო არის ესეთი არა ეს უკვე ყოლის მომცველი არის ჩემთვის როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის ცოდვილი შვილისათვის რომ მე მქონდეს ჩემი პოზიცია და აზრი მის მიმართ როგორც სასულიერო პირის მიმართ რაც შეეხება მის საპროტესტო მოძრაობას მე ვთვლი რომ აუცილებელია მართლმადიდებელმა ეკლესიამ რეალურად დააფიქსიროს თავისი პოზიცია ანუ ეკლესიის მამებმა დააფიქსირონ პოზიცია ხელისუფლების მიმართ რამე თუ ღირსი მამა ჩვენი ბოლო დროის სპაისი ათონელი ბრძანებს რომ თუ არქიმანდრიტები მღვდლები და იერარქები დუმან მაშინ ვიღამ ილაპარაკოსო და მე ვთვლი რომ სასულიერო პირმა პირველმა უნდა ამხილოს ცოდვაში ხელისუფლება და ამაზე არავითარ შემთხვევაში ჩვენ პრობლემა არ გვაქვს პირიქით და ამისი ნათელი მაგალითია თავად წმინდა წერილში იოანე ნათლისმცემელი რომელიც ჰეროდეს და იმჟამინდელ უსჯულო მართლობას ესე იგი ამხილებდა და ჩვენ წმინდა წერილიდან ვუწყით და ბიბლიიდან ვიცით და მამათა სწავლებებიდან, მამათა ცხოვრებებიდან რომ ყოველთვის ჩვენი ბოლო დროის არქიმანდრიტი აღმსარებელი გაბრიელ ურგებაძე როგორი მამხილებელი იყო იმჟამინდელი კომუნისტური ევდემოს კათოლიკოსი როგორი მამხილებელი იყო წმინდა ევდემოზი წმინდანები ამხილებდნენ ეკლესიას ამხილებდნენ ეკლესია ამხილებდა ხელისუფლებას ცოდვაში და ეკლესიამ უნდა ამხილოს ხელისუფლება ცოდვაში სასულიერო პირებმა უნდა ამხილონ ხელისუფლება ცოდვაში ეს ცალსახადესია მაგრამ ვიმეორებ რომ მაგ ადამიანის საუბრებში მაგ ადამიანის ქადაგებებში იყო მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო სწავლებები და მოსაზრებები რაც ამხილა მიტროპოლიტმა სტეფანემ და თქვენ შეგიძლიათ ეს საუბრები მოისმინოთ წაიკითხოთ და თავად გამოიტანოთ დასკვნა და მის პიროვნების შეფასებისგან კიდე ღმერთმა დამიფაროს არავთუ მის საერთოდ ზოგადად საკუთარი ცოდვების გარდა ღმერთმა მომცეს იმის ძალა რომ არავინ გამსაჯო და განვიკითხო რამე თუ რაცოდვაში სხვას განსჯი ადამიანი და განიკითხავ თავად განისჯები მაშინ და რაშიც სხვას განიკითხავ იმით განიკითხები შენ და იგივეს გირჩევ თქვენ რომ დაემორჩილოთ სახარების აი ამ სწავლებას ზარია ეთერში მობრძანით ალო გისმენთ დიახ გამარჯობათ გამარჯობა თილო გაიხარეთ მაგრამ მე ძალიან გული მეტკინა რომ რუსეთს ამბესადინე როგორ შეიძლება შვილო დღევანდელამდე რუსეთმა მოგვიყვანა ეს საქართველო ბებო არავის არ ვაგინებთ სულ დაიშალებოდა და ნაწილი დინებით არავის არ ვაგინებთ პატივცემულო არავითარ შემთხვევაში ღმერთმა დაგვიფაროს მაგრამ აქამდე რუსეთმა კი არა უფალმა ღმერთმა მოგვიყვანა დიდება და მადლობა ღმერთს და რუსეთთან მიმართებით და ყველაფერ დანარჩენთან მიმართებით შავსა და თეთრს ვარჩევთ და სიცუდეთ გამსაზღვრავთ და სიკარგეთ არავისთან არ გვაქვს მონური პოზიცია და ასე შემდეგ ვაცალოთ აბა ეთერში ხართ დეიდა ბებო თურქეთი და აზერბაიჯანი რომ გადაწერდა ყველაფერს. გასაგებია თქვენ რა საფრთხეც დახატეთ მესმის კი ბატონო ეს კი არ დახატეთ რეალურადაც არის მე უფრო მეტ ასე ვთქვათ მეზობელზე შემეძლო მეთქვა როცა ეხლა მით უმეტეს ეხლა შურდული სამარა ვართ ჩვენ ეს არ არის დაკნინება ჩვენი მხედრული სულის ეს არ არის დაკნინება ჩვენი ჯარისკაცების და ვიც ჩვენს თავდაცვას უნდა განაპირობებდეს იმ ადამიანების არა აქ საუბარია უბრალოდ თვითონ
თავდაცვის სისტემაზე თუ რა დონეზეა დღეს. დეიდა დიდი მადლობა ამ ზარისათვის გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს. ჩვენ დაგვრჩა 3 წუთი გეგა და რაც შეეხება რა თქმა უნდა თავიდან ბოლომდე გეთანხმები შენდობას ვითხოვ უფალმა შეგვინდოს მამა დოროთე ყურაშვილი როცა კვლავ შემოსილია და მას როგორც მამას კვლავ ეთქმის სიტყვა და დიდი ინტერვენციულად საპატრიარქო არ ჩარეულა მის მიმართ ჩვენ უბრალო მოკვდავთ ისეთი მაგისტრალური და ისეთი მკვეთრი განცხადებების უფლებას ჩვენ თავს ვერ მივცემთ რაც არ ნიშნავს იმას რომ ვერ კვევოდეთ რა არის სათქმელი რა არ არის სათქმელი რა არის სამხელი რა არ არის გასამხელი რა არის მართლმკეთელობა და რა არ არის მართლმკეთელობა დედა ეკლესია მარტო შემოსილთა ერთობა არ არის დედა ეკლესია არის ერისა და ბერის ერთობა ეს ამიტომ არის მებრძოლი ეკლესია რომლის ვექტორი ხშირად გითქვამს გეგა არის რა თქმა უნდა მოზეიმე ეკლესიისაკენ ხომ ეთანხმებით არაერთმა სასულიერო პირმა, არაერთმა მოღვაწე დღეს ჩვენი ეკლესიის ღირსეულმა მართლმკვეთელმა სასულიერო პირმა დააფიქსირა თავისი ნათელი და ზნეობრივი პოზიცია თუნდაც ამ არაბული ექსპანსიის წინააღმდეგ, საქართველოს მიწების გაყიდვის წინააღმდეგ, ტერიტორიების ესე გასხვისების წინააღმდეგ, ისინი გამოდიან, ამხელენ ხელისუფლებას, ოღონ ამხელენ როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი მღვდლები, ფორმით და ზომით და წონით, როგორც შეეფერება მღვდელს. რადგან და ამ ჩარჩოებიდან ღვთისმსახური არათუ, არამედ უბრალოდ მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანიც კი არ უნდა გავიდეს თუ მთავარ მიზანს არ უნდა ასწდეს რაც არის სულის ცხოვრება და ღვთის მარადიული სასუფევლის სამეფოს ზეციური სამეფოს დამკვიდრება და მე ისე ვიმეორებ არავითარი განჯისუფლება არავისი არ მაქვს მით უმეტეს ღვთისმსახურების არქიმანდრიტი დოროთე ღმერთმა დიდხან საცოცხლოს მადლი წყალობა უმრავლოს და სიხარული არ მოაკლოს ორთავ სოფელსაშინა მაგრამ მისი საუბრები და მისი ქადაგებები ეწინააღმდეგებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას და ღმერთმა გულისხმის ყოფა მისცეს ამისა და სინანული ამისა. კი ბატონო, მეგობრებო, ჩვენ ძალიან მალე დაგიბრუნდებით, როგორც შეგვპირდით და არ მოწყდეთ ტელევიზორებს დროებით.